ეთერშია გადაცემა ბიზნესის დრო და კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ვაგონებიდან ახლად გარემონტებულ ბინებში დევნილთა სამინისტრო განსახლების პროგრამის ფარგლებში ათეულობით ოჯახს იმერეთში უკვე დააკმაყოფილა. რამდენმა ოჯახმა მიიღო საცხოვრებელი ფართი და კიდევ რამდენის დააკმაყოფილება იგეგმება. რა უჯდება სახელმწიფოს განსახლების პროცესი? დევნილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე უპასუხებს ჩვენს კითხვებს. ბატონო დავით, მოგესალმებით. გამარჯობა. პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონო დავით, მოდი დავიწყოთ თქვენ დღესაც გაკეთდა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს განსახლების პროცესი იმერეთის რეგიონში. სამინისტროში განაცხადი, როგორც ცნობილია, 146-მა ოჯახმა წარადგინა, თუმცა 70 ოჯახი დაკმაყოფილდა მხოლოდ. რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა ამ შემთხვევაში თქვენმა უწყებამ, რომ გავაკეთოთ განმარტებები? დიახ, ჩვენ გარკვეული პერიოდის წინ დაახლოებით 2 თვის წინ გავაკეთეთ განაცხადი იმის შესახებ, რომ იმერეთის რეგიონში ვიწყებდით საპილოტე პროექტს დევნილთა განსახლების თაობაზე კრიტერიუმების შესახებ, რომლითაც აირჩევა ის დევნილი ოჯახები, ვინც ღებულობს, ასე ვთქვათ, სხვაზე უფრო ადრე საცხოვრებელ ფაქტს. ამ საპილოტე პროექტის ფარგლებში 1600-მდე განაცხადი შემოვიდა იმერეთში, განიხილებოდა საცხოვრებელი ფართების განაწილება ქუთაისში, სამტრედიაში, ტყიბულში და წყალტუბოში. ჯერჯერობით დასრულდა და როგორც თქვენ აღნიშნეთ, გადავერცით სარგებლობაში, გრძელვადიან სარგებლობაში საცხოვრებელი ბინები 79 ოჯახს, 73 ითქვა და მინდა დავაზუსტო, რომ 79 ოჯახს სამტრედიაში, 300-ზე მეტ დევნილს და 30 ბინა განაწილდა ტყიბულში, ასევე დაახლოებით 100-ზე მეტი დევნილი. ანუ სულ 400-ზე მეტმა დევნილმა გაიუმჯობესა თავისი საცხოვრებელი პირობები. როდის დაიწყება მეორე ეტაპი და სად? თქვენ აღნიშნეთ 150 მეორე ეტაპი ქუთაისში და წყალტუბო. იქ დარჩენილია გარე კომუნიკაციების დაერთება ძირითად საქალაქო ქსელებთან და პარალელურად მიმდინარეობს იმ განაცხადების კრიტერიუმების შესაბამისად დამუშავება, რომელი განაცხადებით შეავსეს დევნილება. განსაკუთრებით წავედა ვითარება ქუთაისში, ანუ 915 განაცხადი შემოვიდა და სულ გასანაწილებელია 20 ბინა ყოფილი პოლიციის რეაბილიტირებულ შენობაში. ვიდრე ეს განაწილება მოხდება, მანამდე ჩვენ 6 ბინას სავარაუდოდ კიდევ მოვამზადებთ ჭავჭავაძის პროსპექტზე და სულ გავანაწილებთ 26 საცხოვრებელ ბინას, მაგრამ მოგეხსენებათ 26 ბინის მიწოდება და 915 მთხოვნელი ეს არის ზღვაში წვეთი, ამიტომ როგორც გითხარით, კრიტერიუმების მიხედვით მოხდა, ეს კრიტერიუმები დევნილთა საცხოვრებელი პირობების მიხედვით შემუშავებული იქნა სამეთვალყურეო საბჭოზე, გაივარა საპილოტე ტესტირება და ეხლა არის ნორმატიული დოკუმენტის ფაზაში, ასე ვთქვათ, ჯერ ხელმოწერილი არ არის, მაგრამ დაგზავნილია ძირითად სამინისტროებში პროექტი დადებითი პასუხის ან რაიმე შენიშვნის შემთხვევაში უახლოეს პერიოდში მას მიეცემა ნორმატიული დოკუმენტის სახე, რომელსაც ამავე დროს ეს იქნება უახლოეს დღეებში. ბატონო დავით, პროგრამის ღირებულება რა არის და ეს დონორების მიერ ფინანსდება ეს პროგრამა, განსახლების პროგრამა თუ ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა თანხა, თუ მოქმედებს თანადაფინანსების პრინციპი? იმ 5 ობიექტიდან, რომელიც ზედაც მე გესაუბრეთ, იმერეთის რეგიონში 3 ობიექტი არის სამინისტროს სახსრებით, ანუ ბიუჯეტის თანხით, საქართველოს ბიუჯეტის თანხით შესრულებული, მათ შორის ისინი, რომელიც უკვე გადავეცით სამტრედიაში და ტყიბულში. კიდევ ერთი ობიექტი არის ყოფილი საავადმყოფოს შენობა წყალტუბოში, რომელიც საქართველოს ბიუჯეტით არის გაკეთებული, ხოლო 2 ობიექტი ყოფილი სტატისტიკის შენობა წყალტუბოში და პოლიციის შენობა ქუთაისში, ეს არის ამერიკის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით რეაბილიტირებული ობიექტები. გასაგებია და რა შეეხება სხვადასხვა არის ობიექტების სამშენებლო ღირებულებიდან გამო.
სამშენებლო სამუშაოები ახსენეთ, უამრავი კითხვა არსებობს თავად მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით, უпростоრად არსებობდა წინა წლებშიც. კომპანიების შერჩევა აქ იყო უამრავი პრეტენზია გაგვიგია ჩვენ გეტოს ტიპის დასახლებები და ასე შემდეგ. კომპანიების შერჩევა თავად ტენდერის საშუალებით ხდება სავარაუდოდ და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია ასეთ შემთხვევაში? ნუ ეს არის კანონმდებლობით განსაზღვრული, ანუ ყველა მშენებლობის წინ ცხადდება ტენდერი, სადაც მონაწილეობს რამდენიმე სამშენებლო კომპანია, მინიმუმ ხშირ შემთხვევაში 10, შეიძლება მეტი, შეიძლება ნაკლები. ძირითადი მაჩვენებელი ტენდერში გამარჯვებისათვის არის ღირებულება. ანუ ის ვინც ასახელებს ყველაზე დაბალ ფასს, თუ სხვა მოთხოვნებთან ანუ იძლევა პირობას რომ ხარისხში მშენებლობის ხარისხს დროში მნიშვნელოვანია ამას ყველაფერს უზრუნველყოს, მაშინ გადამწყვეტი არის ფასი. როგორც წესი, ყველა კომპანია იღებს ვალდებულებას ხარისხთან დაკავშირებით, დროში თქვათ, გრაფიკის მიხედვით სამუშაოების შესრულება სხვადასხვა მოთხოვნებზე და ამიტომ განსაზღვრელი რჩება ფასი. ვინც ყველაზე იაფს ასახელებს ფასს შესაბამისად ის იმარჯვებს. ამ ობიექტებზე გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდა გაცილებით ადრე, გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში მათმა დაასრულეს ეს სამუშაოები და როგორც გითხარით, წყალტუბოში და ქუთაისში დარჩენილია მხოლოდ კომუნიკაციების შეერთების სამუშაოები, დასრულების სამუშაოები. უახლოეს თვეში, ივლისის თვეში ალბათ ეს ყველაფერი დასრულდება და კიდევ დაახლოებით 200 ოჯახი მთლიანობაში, სადღაც 700-ზე მეტი დევნილი კიდევ გაიუმჯობესებს თავის საყოფაცხოვრებო პირობებს იმერეთში. ამის პარალელურად ჩვენ ველოდებით ფოთში მიმდინარე მშენებლობის დასრულებას, ეს ყოფილი აიეტის სასტუმრო აიეტის შენობაში 100-ზე მეტმა ოჯახმა უნდა გაიუმჯობესოს მდგომარეობა. დასასრულთან ახლოს არის თერჯოლაში 50-მდე ოჯახისათვის საცხოვრებელი პირობების ასევე შექმნა. ამასობაში ასწრებს უკვე რუსთავში ჩვენ ორი ობიექტი დასრულდება. ივლისის თვეში თბილისში მიმდინარეობს უკვე დაიწყო რამდენიმე ობიექტის მშენებლობა, მათ შორის ჯიქიას ქუჩაზე, ყვარელის ქუჩაზე. სამწუხარო ამბავია ერთი, რომ ჩვენთვის გადმოცემულ ობიექტებში შეჭრილი არიან ეგრეთ წოდებული სოციალურად დაუცველები, ეს ხდება თემის დასახლებაში, ობერიძის ქუჩა. შეჭრილ დევნილებთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ჩამოგვიყალიბდა, ასე ვთქვათ, ურთიერთობის წესი და ჩვენ ვაგვარებთ მათთან ურთიერთობას. დევნილები შეჭრილი იყვნენ ყვარელის ქუჩაზე იმ ობიექტში, სადაც ახლა ინტენსიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. ანუ ჩვენ ასე ვთქვათ, ეს საერთო ენა გამონახეთ მათთან. სამწუხაროდ, როცა ურთიერთობა გვიხდება ეგრეთ წოდებულ სოციალურად გაჭირვებულებთან თუ შეჭირვებულებთან, რომლებიც იკავებენ ამჟამად ხოვობერიძის ქუჩაზე, თემქის მესამე მიკრორაიონში და გარდაბნის გზატკეცილზე, 3 ობიექტს, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა დევნილთათვის, აქ უკვე ჩვენ უძლურივად შეხება არ აქვს ელემენტარულად ამ კონტინგენტთან. ჯანდაცვის შრომის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრთან ბატონ დავით სერგეენკოსთან ჩვენ შეთანხმებული ვართ, ხვალ გვაქვს სამუშაო თათბირი, ასევე ჩვენი მოადგილეებისა და სხვა სპეციალისტების მონაწილეობით და აქ უნდა განვიხილოთ ის საკითხები, რომ ჩვენი გამოცდილება ბატონ სერგეი უნდა გამოთავისუფლდეს ეს შენობები აუცილებლად, მაგრამ რა იქნება ამ შემთხვევაში ქმედება სახელმწიფოსი, ანუ უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში. ამ შემთხვევაში იქნება გაფრთხილება, იქნება იძულებით გამოყვანა ამ ხალხის. როგორ გადაწყდება თქვენი, როგორც უწყების ხელმძღვანელის მოსაზრება, როგორია ამ შემთხვევაში? ჩვენი გამოცდილება, რომელიც უკვე საკმაოდ დაგვიგროვდა დევნილებთან მიმართებაში, გულისხმობს იმას, რომ პირველ რიგში უნდა შევისწავლოთ, ვინ არიან ეს ადამიანები პერსონალურად, ყველა მიმართულებით, რა ქონების მფლობელები არიან, რა სტატუსის მატარებლები არიან,
მართლა ის მდგომარეობაში არიან თუ არა, როგორადაც ასაღებენ თავის თავს და უნდა დაიყოს ისინი კატეგორიებად. ანუ ვინც მართლა ისეთია, ვისაც არ საცხოვრებელი პირობები არ აქვს და ჭერი არ აქვს, ნამდვილად, მას სახელმწიფო უნდა გადაუწყვიტოს მინიმუმ ქირით უზრუნველყოფა გარკვეული პერიოდის მანძილზე. ვისაც აქვს სოფელში მამაპაპის სახლი, ვისაც აქვს სხვა ქონება, თქვათ, ან მალავს თავის მდგომარეობას და ერთ მეუღლეს ოჯახიდან აქვს და მეორე მეუღლე ამბობს, რომ არა აქვს და სოციალურად გაჭირებულია. ჩვენ ყვარლის ქუჩაზე შეხვდა შემთხვევები, როდესაც იქ ღამეს ათევდნენ მშობლები და შვილები ვაკის საკმაოდ მაღალ ღირებული. ანუ ეს პრობლემად რჩება. კერძო სკოლებში სწავლობდნენ. არსებობს სამწუხაროდ პრობლემა იმისა, რომ ძალიან ბევრი ცდილობს შეიყვანოს შეცდომაში ხელისუფლება მისი კეთილგანწყობიდან გამომდინარე და მოიპოვოს თბილისში საცხოვრებელი ფართი, ასე ვთქვათ, უფასოდ და სახელმწიფოსგან და შემდეგ მოახდინოს მისი რეალიზაცია ასეთების არის. ამიტომ უნდა მოხდეს ყველას შესწავლა. აქ ჩვენ მართალია ვკარგავთ დროს, მაგრამ ვიცავთ ადამიანთა უფლებებს და როგორც გითხარით, ვისაც არანაირი საშუალება არ აქვს, მასზე სახელმწიფო აიღებს მზრუნველობას. იქნება ეს სოციალური ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო, იქნება დევნილთა სამინისტრო თუ სხვა სამინისტრო. და ისინი, ვინც თქვათ, ხო, მე მგონი გასაგებად თქვი, ხო? სხვების მიმართ უნდა იქნეს სახელმწიფო პროგრამა, სახელმწიფო პოლიტიკა უნდა განხორციელდეს. შეიძლება ზოგჯერ ის იყოს მკაცრი, მაგრამ თუ ის არის სამართლიანი, მაშინ ამ სიმკაცრეს ყველა უნდა შეეგუოს, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ თქვათ ერთი კატეგორია ადამიანების მდგომარეობას ვიზიარებდეთ და ამით ვარღვევდეთ სხვა უფრო მრავალრიცხოვანი და უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფი და ამ შემთხვევაში დევნილები მყავს მხედველობაში მათ უფლებებს. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით.